მევენახეობა მეღვინეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოს მევენახეობა მეღვინეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ღვინისა და ღვინომასალების წარმოების კონტროლის სისტემის და სერტიფიცირების მეთოდების გაცნობა, ასევე ევროკავშირის ბაზარზე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გატანის გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის პარკლებში ორი პრეზენტაცია გაიმართა: ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული მეღვინეობის ხარისხის კონტროლის სისტემა და კანონმდებლობა, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაცია ღვინისა და ღვინომასალების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი. სტუმრებს სოფელ ჯიღაურაში სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ასევე ვირუსების ტესტირების თანამედროვე ლაბორატორიაც დაათვალიერებინეს. აქვემდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის. შესაბამისად ეს მისასალმებელია, რაც კიდევ უფრო აახლოვებს ჩვენს თანამშრომლობას. უახლოეს მომავალში ჩვენ სექტემბრის ბოლოს ველოდებით ოფიციალური ვიზიტს, როდესაც უკვე მინისტრი გვეწევა საქართველოში. ჩვენი ვიზიტის უმთავრესი მიზანი პირველ რიგში იყო გამოცდილების გაზიარება და ღვინის წარმოებისა და ვაზის გამოყვანის კონტროლის პრინციპების შესწავლა. რამდენიმე წლის წინ თქვენ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, როცა რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, საბაზრო არეალის გაფართოებით თქვენ გააძლიერეთ პოზიციები. ბიზნესმა ხელისუფლების დახმარებით შეძლო გაეზარდა პროდუქციის ხარისხი. უკრაინაში დღეს იგივე სიტუაცია გვაქვს. დღეს ჩვენი პრიორიტეტია ბრძოლა ღვინის ხარისხის შენარჩუნებისთვის. აინტერესებს ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის გაცნობა და ჩვენ რა თქმა უნდა ორი თვის პარალელში გავაცნობთ მათ, როგორ არის საქართველოში ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემა ორგანიზებული, როგორ ხდება ის ადმინისტრირება, ვეძებთ ლაბორატორიებს, გვექნება ვიზიტები ღვინის ქარხნებში, ისე რომ სულ წარმოდგენა შეიქმნა უკრაინელი კოლეგები საქართველოში გატარებულ რეფორმებზე.